I am relatively sure isn't about the period even დაექნა დაიბადა და ავტომობილისა დღესა და ადამიანისათვის ყველა დამოხსნელი ჩვენი გონებისთვის ყველა დამოხსნელი არის ის მოვლენა თუ როგორ შეიძლება რომ სამყაროს შემოქმედი გახდეს ადამიანი დაიბადოს თავზე და რითი და როგორ უნდა ახსნას ეს ადამიანი ეს იხსნება ერთ-ერთი რამ ეს არის უდიდესი სიყვარული შემქმნელისა შემოქმედებისა თავისი ქმნილებისა უდიდესი სიყვარული თუ ყავს ღმერთს ადამიანი და მას შემდეგ რაც ადამიანი დასცინდა თავისი ცოდნით თავისი არასწორი მოქმედებით ღმერთს მას აღარ ქონდა იმისი შესაძლებლობა იმისი ძალა რომ თავისი ჩერიდები გაუქმდეს ადამიანს არ ქონდა იმისი ძალა და იმისი შეძლება ისევ ღმერთი ჩამოვიდა და მიწაზე და ისევ უფალი მოვიდა ჩვენთან რათა ადამიანი ზეცად აღება და აი თან როგორი სიმდაბლით აღესრულა ეს ყველაფერი რომ იშვა ბაგაში სადაც საქონლის სადგომი იყო ადამიანებმა სასტუმროში და სახლშიც მიერ მოუნახეს ადგილი და იშვა ძალიან თავდაბლურად ძალიან ეს სიმბოლურად ჩვენთვის არის სასწავლებელი რომ თავდაბლობა შეიმოსოთ იმიტომ რომ ღმერთი თუ გინდა რომ შენში შემოვიდეს შენ გულში უნდა მოუმზადო ადგილი ბაგა უნდა მოუმზადო და გაუსუფთავ ადგილი და იშვება მაცხოვარი აუცილებლად ხო და ერთმა ინებოს რომ თვითონ ჩვენთანგანს გაგვემზადებინოს გული გაგვემზადებინოს ჩვენი გული რათა უფალი დაიბადოს იქ და მშვიდობა და სიყვარული სიკეთე სუფევდეს ჩვენს გულებში ხო შობის მადლითა და შობის დღესასწაულის სიხარული გამდებდეს მთელი წლის და მთელი ცხოვრების განმავლობაში როგორ უნდა გავუმზადოთ რა უნდა გავაკეთოთ რა არის ამისთვის აუცილებელია რომ აუცილებლად ადამიანმა გაათავისუფლოს თავისი გული შურისაგან ოღმისაგან ვარძლისაგან ბინციაზრიდან ფიქრისაგან და სხვა ყოველგვარი უკუღმართობისაგან ყოველი ცოდვისაგან რომელიც გულს ავსებს აი ამ უღმართობით და მასწავლისადმი აღარ არის და მას შემდეგ რაც ადამიანი ამ ყველაფრისგან განთავისუფლდება სინანულით, აღსარებით, მარხვით, კეთილისაგან აი მერეობა ქრისტეს შეგვიძლია და შემოგზანდება და ჩვენში დამკვიდრდება ხო? აუცილებელია რომ გვახსოვდეს რომ ყველაზე მთავარი ამ სამყაროში რაც ხდება ეს არის ქრისტესთან ყოფნა, ქრისტესთან თანაზიარობა და ამის საშუალება მორწმუნეებს ყოველდღიურად გვაქვს რომ ჩვენში მაცხოვარი შემოუშვა მრავალი მეტყვის და მრავალი ტვისული არ უნდა ღირსი და არ უნდა არავინ არ არის ღირსი ქრისტესთან მიღწევს არასოდეს არ იქნება ღირსი არც მე და არც არავინ არასოდეს და ზიარება კი უნდა ვეცადოთ რომ ვემზადოთ და მარხვით და აღსარებით და სინანული გამოხატოთ მაგრამ მაინც არ არის ეს არის საკურნებელი და არა ღირსებით და არა ჯილდო ბევრს არასწორად ესმის ბევრს გონია რომ აი რადგანაც სიმარხულა და რადგანაც აღსარება ჩააბარა ეს ჯილდოდ მიეცემა არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის ჯილდო ეს არის საკურნებელი რას ვუყურებთ ჩვენ ერთმანეთს როდესაც ეზიარებიან ადამიანები მორწმუნეები ასე რომ საკურნებლად სულისა და ხორცის განა იმას ვეუბნებით რომ შენი გამარჯვებისთვის ჯილდო მოგეცემა ჩვენ ერთი რა გაიმარჯვე ხო იმარხული ეს მარხვა დაგიწესა სამოთხეში უფალო შემდეგ ყველა დიდი წინასწარმეტყველი მშკულები ყველა წმინდანებიც მარხულობ თვითონ ქრისტიანი მარხულა შენც უნდა იმარხულო შენ ვინახარ მარხვას არის ესე და უარსავ ну ქრისტიანობაზე ამბობ უარს შენი ვინახე ხო ანუ ეს ერთი კარგია მეგობრებო
კარგია რომ აღსარებოთ, მაგრამ მაინც არ არის ჯილი. ეს არის საკურნალო სულისა და ხორცისა. და ჩვენ გასვამებით მერე საბიდებლად უფლისა, ანუ საბიდებლად უფლისა მოგვეცეს უფალი ვადიდოთ ჩვენი ცხოვრებით, ხო? ეს არის უდიდესი სიხარული და უდიდესი ბედნიერება, აი ამ მშობის სიხარულით ქრისტიანს შეუძლია რომ ყოველკვირა აღიაროს მისი გული. ანუ მშობა ყველას გვიყვარს და უდიდესი დღესასწაულია, ხო? და ყველას გვიხარება მშობა და აღდგომა. ყველა დღესასწაული დიდია და ყველა დღესასწაული სასიხარულოა ქრისტიანული, მაგრამ უმთავრესი და უდიდესი დღესასწაულია მშობა და აღდგომა. ასე არის. აი მშობის სიხარული რა კარგია ხო, რომ გიხარია მთელი დღე რომ გახარებული ხარ. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ეზიარებიან და მე გეუბნებით თქვენ რომ აი ამ სიხარულით ყოველ ზიარებაზე შეიძლება ადამიანი აღივსოს, იმიტომ რომ იშოს მაცხოვარი როცა ეზიარება, შენ გულში მაცხოვარი დაიბადა. აუცილებლად ეს უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ რასაც არ გინდა ვაკეთებთ. მთელი კვირა, თვე თუ წელი, სულ რომ ჯერ ერთი მიზეზი აქვს ხოლმე ადამიანს რომ არ არის ამის საქმე. სულ რომ სიკეთით წარგემართოს ის საქმე ჯერ ერთი არ წარგემართოს. მაგრამ დაუშვათ და რაღაცა ის არაფერი არ გინდა მთელი მილიონები და სამყაროს მთელი ქონება და ცხოვრება მოიპოვო თუ კი ქრისტეს დაკარგა რა თქმა ყველაფერს აკარგა ქრისტესთან ერთად და თუ ქრისტე შენთან იქნება მაშინ ყოველივეს პატარა ერთხელ ფურსა და ერჭიქა წყალსაც კი მადლი და ფასი და ზოგადად კიდე ვინც არ არის ტაძარში მე განსასწრებელი მრავლდება და თავი აღარ აქვს იმასთან ბრძოლა. განსასწრებელი ჩვენს აქვს. მაზე არ არის. არავინ არ თავს რომ ტაძარში არის და ეზიარება და განსასწრებელი პირიქით. ქრისტე გვეუბნება რომ განსასწრებელი გაგიმრავლდება. ვინც ჩემი შვილები არიან, მაგრამ იქვე იმასაც გვეუბნება რომ გეშინია მცირე სამოსო მე თქვენთან ვარ. მე მიძლევია სოფელსა. ანუ ქრისტიანები ჩვენ განსასწრებლებს ქრისტეთი ვამარცხებთ. თორე განსასწრებელი არის, მაგრამ დიდება და მადლობა უყურს, როცა ქრისტეა ჩვენთან, როცა ქრისტე იშვება ჩვენს გულებში, აი ამ მშობის მადლით, მაცხოვრის შემწეობით, ყველა ის განსასწრებელი იქნება დაძლევილი და ღვთის მადლით, მშობის მადლით, თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ ჩვენთაგანს, ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელს დაეძლიოს თავისი თავი, თავის თავში დაეძლიოს სიზარმაცე, თავის თავში დაეძლიოს ყველა ის ვნება და ყველა ის საქციელი, რომელიც ქრისტეს კარებს უკეტავს და როგორც ღვთისმშობლის ჩაუკეტეს კარების სასტუმროებში არ არის შემიადგილიო და მაცხოვრი არ მიიღეს, აი ესე არის ის ადამიანები, ვინც ტაძარში არ დადიან არის ზიარებები. იცოდე რომ როცა არ მიდიხარ შენი ნებით კარებს უკეტე ღვთისმშობელს და ქრისტეს რომ შენში არ აძლევს საშუალებას დაიღალოს. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს რომ კარები კი არ დავკეტოთ, ანუ გავუხსნათ მაცხოვრებს. ღვთისმშობელს გავუხსნათ კარი, შემოვიდეს და ჩვენში იშვას მაცხოვრი და თითოეული თქვენთაგანის გულში და ოჯახში იშვას მაცხოვრი და სიკეთის სიხარული ღვთისმშობელს.